აუზოგჯი მგონია ხომ რომ მაგარი უშნო ვარ. რესი ჩუმია რა იყო მეთანხმებით? რა უშნო გოგო, რა უწვეთიანი აზრები გაწუხებ შენ, ვერ გავიგე. რატო ხარ ახლა უშნო? არ ვიცი, გუშინ წილის ერთმა ბიჭმა დამადოთ ვიჩობაცება დამივარდა. გოგო, შენ ჯერ გენეტიკა გაქვს ისეთი რომ რა ვიცი. ომარიკო მომიტანებდი იქ საოჯახო ალბომი რო გვიდევ ჩვენ. ეთი ფოტოები უნდა ვანახო ამ ქალბატონს. ანუ ჩემი დიდი ბებია თუ ლამაზი იყო მე რა შუაში ვარ. რას ქვია რა შუაში ხარ, გოგო, გაჩვენო ეხლა. აჰა, აი, ნახე, უყურე, ჯერ მარტო ამას მზიაბებო, ნახე რა გოგოა. რა არის ეს მზია ძოწენიძე? 1974 წელი პიონერთა ბანაკი. შეხედე. აუ, ჩემი პატარაობის ფოტოებიც იქნება აქ. შენ ფოტოებს რა უნდა ძველი ალბომში? ცედეგი ჩდება ხოლმე საერთოდ ესეთი სულელური კითხვები. ვინ ყოდა ჩვენ სულელი გენეტიკაში? სულელები იქით, მამა თქვენისკენ მოიგითხეთ. აჰა, აგერ კიდე უყურე. მზიაბებო და თავისი ძმა, ნახე. ომარიკო კუპრიძია. შეხედე. კუპრი ერქვა, ხო, რო დაიბადა, კუპრივი ჩავით მაქონდა და მამისმა კუპრი დაარქვა. ბერენ უკრის ვეძახდით. ეს პატარძალი შენ ხარ, როც იყვავს. აი მე მანჩვენე. დედა კი მე ვარ ეს, უყურე, როგორი პატარძალი ვარ, ანასტასია შეხედე, ციცკვი. არა რა გინდა, სიძე გამოდგა მე გამოშტერებული და. აბა მინდა ეხლა. ნახე ის კადი რა უშნოა. უჭოლი ამას დავიმძგავს შეხედე. აი მე. ცოტა კი გავხარ ისე. ბავშვებო, მოდით უნდა გავითვალოთ. უნდა დავღეჭო და ვერ გავხსენი. აუ, მეც მომეცი რა ერთი ცალი, თან ახალი გემოსდი როლია ეგ. ხო, ლიმონის არი, მოგცე მოღოთ არავის არ უთხრა რომ აქ. ბავშვებო, მოდით გავითვალოთ. ბები აყიდის კევებს, ნაირ ფერებს, რომელ. უი, ბავშვებო, კევზე გამახსენდა, ომარიკოს აქ ახალი როლი ლიმონის არომატით. აუ, ომარიკო, მეც მომეცი რა ორი ცალი. მაგ ლიმონის გარდა კიდე ორი გემო გამოვიდა, ალუბალი და ენერგეტიკული სასმელი. მაგრამ დედაჩემ თქვა, მაგის მარტო გემო აქვს, მეტი არაფერიო. ცუდი არ არის. აუ, კაი ხო, ალუბლისაც მაგ ნაყიდი, მაგასაც გავხსნი მაშინ. აუ, ვეცვიდა ერთი ცალი. სესილი შენი ხუჭე. აჰა. აუ, მარტო ერთი ცალი ხა დამჭა. ბავშვებო, სარდაფში ჩასულებს არ ვართ. დედაჩემ მანდ ვირთხა შევნიშნეო და გამონგვეკიდება, აგრესიულია. მანდის ვირთხა აღარ ცხოვრობს, კატამ შეჭამა და მე ეს კატა დასახლდა იქ. კაისო, ვიმალებით. ვასო, გამოდი ერთი ქულა გაქვს, აუ, წვინი შეჭამე უკვე დავიღალეთ. აი გამოჩნდა. რათა გემართა. აუ, ხეზე ვიმალებოდი და გადმოვარდი. მერე ვივიდგინე რამე. ბეჭები დავარტყი და კევი მქონდა და გადამეყლაბა. აუ, მომცემ ერთ ძალს. აუ. შენ წაკრადი და შენ მაგა მოგიგდა ხო ნაბიჯი. აუ, კალი სერიოზულად შეშლილია. ყოველ თვე ეშინია კლუბის წევრი ვერ გავხდეო და ყოველ დღე რაღაცებს ყიდულობ. გუშინ 4 ბოთლი ზეთი ამოიტანა. აუ, კლუბზე გამახსენდა. გუშინ ძალიან მაგრა დავდით ბაჭას დაბადების დღეზე. რა ცუდია რა ვერ წამოხვედი, მაგრამ დაიკიდა რომ ზერ გახსენები ხარ საერთოდ. ყველა ძალიან მაგრა ერთობოდა. ძალიან იმოსესმენია ეგ. კაი და ვინ არის გუშინ კიდე ჩემ გარდა? აუ, რავი, მე მგონი რომ ყველა იყო. გიუშა იყო გოგო ხინთიბაძე. იქ ხო 3 კვირაა კომაშია ჩავარდნილი. მოიცა, კომაში თუ არ დააპატიჟებდნენ დაბადების დღეზე. აუ, მაგაზე მე ძალიან ბევრი ვიფიქრე გუშინ. რა სიძებ შენ? ქვილს და ვერ უპოულობ. საერთოდ არ ჭირდება ხა ინგას ქვილი, მაგრამ ქვილები ხო უნდა დააგროვოს. მისმინე. მოქროშვილი იყო გუშინ. იყო, კიდე ნეტა გენახა როგორ ეკიდებოდა მთელი საღამო ვახოს ხისერზე. საშინელის დანახავი იყო. თუ იქ მე ვიყავი. აუ, შენ ძალიან მაგრა ხარ რა. ხო ინგა. აუ, მარგარინი რაღაც გინდა. გამარჯობა, ისინი გამიტარეთ და ერთი პარკით თუ შეიძლება. აუ, ხაცა მიდეკავს ერთი წუთი. 27 ლარი და 40 თეთრი. ვაი, მესაც წავიდა ეს გოგონა. არა უშო, ჩემი ორი ნაბიჯის ბარათი გაუტარეთ, აი. კი ბატონო. ინგა უნდა დაეწეროს. ინგა. ძალიან მაგარი ქულები გაგიჩიტე. დედა რა ატალახებულია აქ აუროპა რა არის ეს? იქიდან შემოდი. ომარიკო მოიტანე კალათა დადგია გამაგიდაზე. გადააპარა ეგ კლეონკა. უსაფლავები ძალიან სტრესავს. მალე წავალ სახში. შენ შეხებელფები დრო წამოსუნდა ხო ეგ საფლავდა შეიძლება და ესე. აბა საფლავისთვის ხარ გადავიღებავდით მეებს. ინგა ეს საფლავი იყო მანდ. არა არისო. ციური დეიდა ახლა ხანს გარდაიცვალა. რამდენი თვეა გასული რა? 2. ხო, გასვენებაში ვერ ჩამოვედი მაშინ. თეთ რამე ხوار თქვეს მაშინ ჩემზე.
რას იტყოდენ მე ესეთი მიზეზი თქვი გახმოვ ვეღარ მოიღეს. საბერძნეთში წავიდა მეთქე მიგრაციაში. დედა, რამ გათქმევინა ეგ? სხვა ვერაფერი მოიფიქრე. დავიბენი, ინგა, დავიბენი და მე რაც ყველაზე შეეცხდება ის თქვი. და გამაგიჟებს მე ეს კალი. რომ მოვიდენ ეხლა და დამინახო რაც იფიქრებენ, კაცო. იფიქრებენ მოგატყუაო, ან მორთოში იჟო ფული და ჩამოვიდაო. პირველი ვერსია უფრო რეალურია. ხაჭაპური არ არის? აღარ არის. ძალიან ხამივით იქცევა ეს ბავშვი. რა იყო ვინც აგართმევდა? გადაცვლილი? აი მე ეს ვისი საფლავი. პიტნა კერესელიძე. 1972-1927. და აქ თარიღები არეული? შეხედე. დაბადებამდე გადაცვლილი ეს კაცი. აუ პიტნა რომ ერქვას მეც ეგრე ვიქნებოდი. რამდენ არქმევინეთ პიტნა? ინგა ნახე ციურის ოჯახი მოდის, ემიგრაციაში როგორ იყარ ყველას. დაიმედეთ. აი დავკნა ეხლა წავიდე მითხარ. ქრისტიანს გამრავალს დაესწარით ჩემო კარგებო. ინგა შენ აქ ახარ გოგო? ვარ, გოგო, ორშაბათს აფლავზე არ გამოსულიყავი, აბა. ხო, ჩამოვედი და ორ დღეში მაგ პრენა ისევ. გასაგებია, თბილისიდან მიფრინავ? არა, ქუთაისიდან. აუ რა ალიაკუთია რა ხდება? კიდე სტუმრები მოდიან? გოგო, ბებიაშენის დაბადების დღე და სტუმარი არ მოვა ამ ოჯახში? აი, გუგული დეი დამოვიდა აგერ. აუ იქ არის ძალიან მაგრამ მივაცება. ბავშვობაში მეგონა რომ ფრინვედი იყო ხოლმე გუგული. მე მივხვდი რომ ჩვენი მეზობელი იყო. აუ დაიცა მაგის გმერს რა ქვია? ვინახიო თუ რაღაცა. ვარაზი ძია ოქრო არას ამბობ. შენი ძმა საწავიდა. ომარიკო. მოვიძვადე. აუ ძე ღვინოს დავლეო მე სუფრაზე. რა ღვინოს დავლეო ბიჭო, გააფრინე შენ. ეს ამდენი კამპასწვენი ვისთვის ვიყიდე, ვერ გავიგე ნიკორაში. ნატურალური წონებია კაცო, დადეკიდა დალიეკ. ეს რატო აწერი 2+1 მათემატიკის სავარჯიშოა? არა, უბრალოდ საღდგომო აქცია 2+1. 2 საწყიდრობ და მესამე მოყვება უფასოდ. ანასტასია, წამოდი ხა ნიგუჟანი ბატოჯანი გამატანინე სუფრაზე. ომარიკო, ეგ ყველისთებშები წამოიღე შენ. შენ გაგივარჯოს მზეა, კარგად უნდა იყო, ჯამთელად უნდა იყო, რომ აი ეგრე მაგრად ყავდი აგერე შენ შვილსა და შვილიშვილას აგელოზებივით არიან კაცო. გაიხარე ჩემო ვარაზი, გაიხარე. მე ესენი კარგად მეყოლადიან, მე კარგად ვიქნები მე ხო. და ეცოდეთ ისე მიხარია. ჩემი დაბადების დღეს ამ აღთქმის კვირაში რა დაემთხვა. ასე მგონია წესას ცოტელი არ მეწერე. არა, თუ ეხლა მოკვდები, 60-ში მოხვდები, ბე. ინგა ბებო მისის მე ბირო შევიღები მე. რამდენი კამერით დამირეკა ხომ იმდენჯერ არ უპასუხე სპეციალურად. თუ არ გითქვამს რა ეწოდინება ახლა. ისე გემრიალად დაიაფათ შოპინგი ორნაბიჩში. შეხედ რა ინდრობიტით. ნახე. ამომალაგებინე მოდი ეგენი. ეგ მარგარინები შეაწყე ქვემოთ სულ დაბლა კარადაში. სოფელში მიდიხარ და კიდე ზოგეს კვერცხი იყიდე. როდის მიდიარ ჩვენ სოფელში ხვალ? ხო, ხვალ. რა ვიცი, ისეთი იაფი იყო, რომ ხელს გამოვაყოლეო რო იტყვიან. მან პასკაც ვიყიდე და რომ მოვა ომარიკო გაუჭრე შეჭამს. და ომარიკოს რატო მე გამიჭერი? როდის ეგ მოვა? კაი, ახლა შენ კიდე რა იყო პატარა ბავშვი ხო არ ახარ ვერ გავიგე. ისე ჩაისკი მიაყოლებდა კაცი. გაჭერი ახლა თუ გინდა რა პრობლემაა? ინგა, სახში ხარ? გოგო, მაღაზიაში ხარ ჩამოდიხარ შენ ზორნაბიჩში. თეთან წოდნოდა გოგო, ეხლა ამოვედი მანდედან. ხო, რო ამოხვალ ამომიარე და პასკაზე დაგპატეჟე. ლია, აი ეს ზოგეს კვერცხზე არის აქცია და აწყდება ხალხი იცოდე. მოასწარი. ვინგა ნახრენად გაიჭრე ეს პასკა, სუდან ამცეცდა. აბა რა იქნება გოგო, ხერხები დანიტროჭრე, ვერ გავიგე, ნახე რა უკნია რა. ფაიმე მუსკატეს ყიდვა დამავიწყდა და დაურეკო ლიას. ლია, გოგო, გეხვაწები მუსკატის ყიდვა დამავიწყდა ამომიყოლე რო ამოხვალ რა. მუსკატ. კაი. ჩაიც გაკეთდა. აუ მაგარი უნდა ვიპასკა. ინგა გამომხედე მოგიტანეს. აი. აჩა მიდი სხვა არაფერი იცოდე. ხო, გაიხარე ლია, გაიხარე შენ. შემომიარე მე რა იცოდე. ხო, კაი. შეხედე. მუსკატი დაბაბარი და ცუკატი ამომიყოლა. ჩამეგზავნე მიდი რა.